პირველი ხელფასი შეყვარებულს რამე უყიდე? ამ ყვავილი ან რამე? არ ყავს შეყვარებული? ახლა იმდენი შეყვარებული გეყოლება შენ? შენ იმდენი შეყვარებული გეყოლება, რომ ყველა სკოლიდან შენ ტელეფონის ნომერს ეძებდეს იქნება გოგოები. დათო, შენს პატარა ბიჭი იყავი რომ მოხვედი, ხო? და ხო ხედავ დღეს უკვე ამოდენა საქმეს ხელმძღვანელო, ხო? აი ესე არის ეს ბიჭებიც. როგორ არის იცი? მოსათმენი არაფერი არ არის. რა არის მოსათმენი? თუ შენ გიყვარს ეს საქმე, მაშინ რეალურად უნდა იმუშაო და გიყვარდეს და აი ეს მანქანა რაც არის, უნდა აუხსნა მოსახლეობას, უნდა იცოდე ეს ავტომობილი. თუ შენ არიცი ავტომობილი, როგორ უნდა გააგებიო სხვას, ხო? დღეში მოდის 100 ადამიანი, ხო? დღეში ჩვენ მაინც საქართველოს ტერიტორიაზე 3 ავტომობილს ხო ვყიდით. აი უყურე, ვინმე შენთან მოვიდა ისეთი, რომ აი გაფუშტეს და ჩვენ ვერ გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, სერვისი არის ყველაზე მთავარი და მსგავსი სიტუაცია მათემოტორს არ ქონია. თუ ფუჭდება ავტომობილი, აუცილებლად კეთდება მათემოტორში. მე ვინც მიცნობს საქართველოს მოსახლეობას მინდა უთხრა, იმდენად კარგი ფასია, ხო? ამაზე უკეთესი ფასი და ავტომობილი დღეს მე არ ვიცი, ახლა და თუ ვინმე იტყვის და რომ მე გელაბარკალაიაზე მეტი მესმის ავტომობილი, აი აქ დაждდეს, აი აგერ იქ თუ არ უნდა დაждდება, აი აგერ ლუკა დაუთმობს სკამს და ნებისმიერ ავტომობილზე უპასუხებ ნებისმიერ ადამიანს, რომ ეს მაინც დღევანდელი დღეა. მე ვამბობდი 2 წლის უკან, რომ დღეს არ არის ამის დღე. დღეს უკვე დადგა ამის დრო, ლუკა. რატომ? იმიტომ რომ ამის დამტენები აგერ არის. სახში შენს გემოზე დატენე, წადი შეყვარებული ჩაისვი, ბათუმში ზღვაზე 3 დღე იბანავე და წამოდი აქ და ჩამოხვალ ზესტაფონამდე. ზესტაფონში კიდე დატენე 40 წუთში და მოხვალ თბილისში და ძალიან მალე უკვე იქნება 10 და უფრო ნაკლებ წუთიანი დამტენების. ამაზე მუშაობენ კი არა, ეს უკვე არის. არის რაღაცა გამოიგონეს, რომ ესე რაღაცა უცებ იტენება წამებში, მაგრამ ჯერ ჩვენ საქართველოში ეს არ გვაქვს, მაგრამ მომავალში გვექნება. გიო, აი ეს ავტომობილები ერთი ესე დაათვალიერებიე მოსახლეობას, ჩვენ გვაქვს 72 თუ 14 ავტომობილი გუშინ ჩამოვიყვანეთ. 74 და 2 გაიყიდა გუშინ. 74-დან ერთი 60% უკვე გაყიდულია, ხო? დიახ, გაყიდული. აი უყურე როგორ არის. ძალიან კარგი გაყიდვები გვაქვს. რატომ? იმიტომ რომ თქვენაირი ახალგაზრდები როცა მოხმარებელს დახვდება და სწორად მიაწოდებს ინფორმაციას, გიო, ამაზე უკეთესი არაფერი არ არის. ლუკა